საქართველოში ციხესიმაგრეების არსებობა არავის არ უკვირს, თუმცა სამცხე-ჯავახეთი კიდევ ამ ხრევდას გამორჩეულია თავისი საფორტიფიკაციო სისტემების არსებობით. და არა მარტო უბრალოდ ეს მარტო საფორტიფიკაციო სისტემები კი არ არის, აი კარგად შემორჩენილი თავდაცვითი ნაგებობები და მათ შორის ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული არის სწორედ ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სადაც არაერთი ასეთი ციხესიმაგრეა შემორჩენილი და ციხე კომპლექსია შემორჩენილი. დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ხერთვისის შესახებ, ხერთვისის ციხესიმაგრეს შესახებ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხერთვისი მხოლოდ ციხესიმაგრე არ ყოფილა თავისი შინაარსით, ის საუკუნეების განმავლობაში ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული გვიან პერიოდამდე ფაქტობრივად იგი დაბის ან ხშირად ქალაქის სტატუსსაც კი ატარებდა. იმიტომ რომ ამ ციხესიმაგრის გარშემო იყო საკმაოდ მძლავრი დასახლება, ეს აგრეთვე ეს ციხესიმაგრე მდებარეობდა ორი დიდი მდინარის ფარავნის ხეობისა და მდინარე ფარავნისა და მტკვრის ხეობის შესაყარზე, შესაბამისად აქ ერთდებოდა ორი უმნიშვნელოვანესი საგზაო არტერია და თავისთავად ეს განსაზღვრავდა მის მნიშვნელობასა და ფუნქციასაც და შესაბამისად ამ ორი გზისა და ორი მდინარის შეერთებაზე აღმოცენდა ის შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და ქალაქი, რომელიც წარმოდგენილი ხერთვისის სახით. ისტორიულ წყაროებში ხერთვისი საკმაოდ ადრეული პერიოდიდან იწყება, შეიძლება ითქვას, რომ პირველი წყაროები რაც კი მოგვეპოვა ჩვენ საქართველოს შესახებ და ეს არის ქართლის ცხოვრება, ლეონტი მროველის მიხედვით ჩვენ გვაქვს ასეთი ცნობა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი შემოვიდა ქართლში, ეს ხშირ შემთხვევაში დავის საგანია, არის მოსაზრებები, რომ საერთოდ არ ულაშქრია, ზოგი მოსაზრებით ილაშქრა, ან მისი რომელიღაცა ხედამთავარმა დალაშქრა კავკასია, ასეა თუ ისეა, ანუ ფაქტი ერთია, რომ ქართული საისტორიო ასე თქვა ტრადიცია მიანიშნებს, რომ იმ პერიოდისთვის, ასე იგი ანტიკურ პერიოდში ხერთვის ტერიტორიაზე რაღაცა მნიშვნელოვანი პუნქტი უკვე უნდა ყოფილიყო. ეს ციხესიმაგრე იყო, დაბა იყო, ქალაქი თუ ასე შემდეგ. ვინაიდან ამ ხერთვისთან ერთად მერე უკვე ჩამოთვლილია სხვადასხვა ქართლის სხვადასხვა ციხესიმაგრეები და დასახლებული პუნქტები. ანუ ეს მიანიშნებს, რომ აქ ნამდვილად არსებობდა რაღაც გარკვეული დასახლება. ესე იგი, აქედან მოყოლებული, ანტიკურ პერიოდში არსებობდა ციხესიმაგრე, შემდეგ პერიოდში თითქოს აღარ ჩანს, რამდენიმე საუკუნე ისე გადის, რომ არსად არაფერ აღარ იხსენიება ხერთვისის ციხესიმაგრე, თუმცა მისი არქიტექტურული სტრუქტურიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით არის შემორჩენილი ხერთვისის ტერიტორიაზე და ციხე რასაც ქმნის იმ იერსახეს და რაც ასე თუ აღვაფრთოვანებს ნახველს, ეს კომპლექსი რეალურად ორი ძირითადი სამშენებლო პერიოდს მოიცავს. ეს არის მე-19 საუკუნეები, მაშინ როდესაც ასე ვთქვათ, ქართველთა სამეფო, აუკლაჯეთის ქართველთა სამეფო ბაგრატიონები ფლობენ ამ ტერიტორიას, სამცხე-ჯავახეთს და ზოგადად სამხრეთ საქართველოს და აქ შენდება და არა მარტო ხერთვის ტერიტორიაზე შენდება არაერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და სწორედ ხერთვისის ციხესიმაგრიდან განსაკუთრებით აღმოსავლეთის კოშკზე აქვს საუბარი, სწორედ აშკარად ჩანს მისი არქიტექტურული მახასიათებლიდან გამომდინარე, რომ ეს არის ნამდვილად განვითარებული ფეოდალური ხანის, ანუ მე-19 საუკუნის კოშკი. თავისთავად არც ერთ როგორც ყველა ისტორიულ ძეგლს და ციხესიმაგრემ საუკუნეების განმავლობაში განახლება, რეკონსტრუქციის არაერთი ასე ვთქვათ პერიოდი გაიარა და არც გამონაკლისი ხერთვისის ციხესიმაგრეა. ამ მხრივ აღსანიშნავია ის, რომ ამ მე-19 საუკუნის კოშკთან ერთად კომპლექსში ერთიანდება შედარებით დაახლოებით 100-150 მეტრი დაშორებული დასავლეთის კოშკი, რომელიც აშკარად განსხვავდება სამშენებლო, ასე ვთქვათ, სტრუქტურით და მშენებლობის ტრადიციით და ამას თავისი ისტორიაც გააჩნია, ანუ უკვე მე-14 საუკუნეში, როდესაც ხერთვისის ციხეს ფლობს კამკამიძეთა საგვარეულო, ეს ფეოდალური გვარი, სწორედ ამ პერიოდში შენდება ეს დასავლეთის კოშკი. ახლა საინტერესოა, რომ ხერთვისის ციხე არა მარტო ესეც უშუალოდ მარტო ციტადელისგან არ შედგება და ციტადელის ტერიტორიაზე ასევე შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები, სხვათა შორის ეს ეკლესია დღეს უკვე რესტავრირებულია, თუმცა აშკარაა, რომ იქ თავის დროზე უკვე როცა პირველად აქ ციხესიმაგრე აიგო იმ ფორმით, რა ფორმითაც ასე ვთქვათ მეტნაკლებად არის შემონახული,
იქ უკვე აი ეს პატარა ეზოს ეკლესია არსებობდა, რომელიც 2000 წელს რესტავრირდა და ასე ვთქვათ ამ კომპლექსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს. გარდა ამისა, როგორც ყველა ციხესიმაგრე შუა საუკუნეებში ხერთვისაც გააჩნდა თავისი ეგრეთ წოდებული რაბათი, რაბათის ასე ვთქვათ მნიშვნელობასაც რო ავხსნათ, ეს აუცილებელია, ვინაიდან ხშირად ან ბოლო პერიოდის ასე ვთქვათ გამრუდებულმა ასე ვთქვათ დამოკიდებულებამ ახალციხის შემთხვევაში ცოტა სხვა მოცემულობა შექმნა. და ეს შეეხება იმას, რომ მოკლედ რაბათი თუ ახალციხის შემთხვევაში უბრალოდ ციხის მიმდებარე დასახლებას და უბანს ერქვა, ის სახელი გადაიტანეს უშუალოდ ციხეზე, რაც არასწორია. ამიტომ მოკლედ გვიან პერიოდში, განსაკუთრებით ეს ეხება მე-16 საუკუნიდან შემდეგ პერიოდს, როდესაც ოსმალები არიან დაპატრონებული სამცხე-საათაბაგოს, ოსმალური დავთრის, გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის მიხედვით ჩანს, რომ ახალ ხერთვის გარშემო არსებობს ხერთვის ციხის რაბათი, სადაც დაახლოებით იმ პერიოდში საკმაოდ დიდი დასახლება იყო, 140 კომლი ცხოვრობდა, რაც ასე ვთქვათ მე-16 საუკუნისთვის საკმაოდ დიდ დასახლებას წარმოადგენს და ეს არ არის უბრალოდ დაბა, ის იყო რეალურად სანჯაყის ცენტრი, რომელსაც ვთქვათ თანამედროვე გაგებით რაიონულ ცენტრს წარმოადგენდა მე-16 საუკუნეში. თავიდანაც უკვე ვახსენით, რომ ის თავისი მდებარეობიდან და გამომდინარე, სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი პუნქტი იყო სამცხე-ჯავახეთის და არა მარტო სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამ რაბათის ტერიტორიაზე არაერთი ნაგებობა არის შემორჩენილი, არსებობს ასე ვთქვათ, ასე მე-19 საუკუნის შუახანების ჩანაწერები, ეს არის ფრანგი მოგზაურები, შემდეგ უკვე ქართველი მოგზაურებიც ემატება ამ ასე ვთქვათ წყაროებს. და აქ ჩანს, რომ განსაკუთრებით არის დებუა დე მონპერე, მარიბროსეს ჩანაწერები და სადაც ჩანს, რომ ხერთვისის ტერიტორიაზე სამწუხაროდ დღეს უკვე ბევრი მათგანი უკვე განადგურებულია იმ სწორედ რაბათის ტერიტორიაზე, ციტადელის გარეთ არსებობდა გუმბათიანი ეკლესია, დიდი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც მაშინ უკვე საწყობად იყო გადაკეთებული, ეს არის უკვე მეფის რუსეთის პერიოდზეა საუბარი, ასევე იდგა სინაგოგა და მეჩეთი. სამწუხაროდ ამ სამთაგან არც ერთი აღარ არის დღევანდლობამდე მოუწეული, გარდა იმისა უკვე რაც ვახსენეთ, ციხის ტერიტორიაზე ციტადელში არსებული მცირე სამლოცველოსი და ამის გარდა ხერთვისის გარშემო შემორჩენილია სულ ორად ორი ეკლესია, ერთი უშუალოდ ციხეზე, მეორე შედარებით მოშორებით უბანში და ისიც ნანგრევების სახით არის და აქვე აღსანიშნავია, რომ ვიცით გასაგებია, ისტორია არის ჩვენი, ამას ვერც დავმალავთ, არც უნდა დავმალოთ და ვინაიდან ოსმალეთის ასე ვთქვათ ჰქონდა დაპყრობილი ეს ტერიტორია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხერთვისის ციხის გადაღმა იქვე შემორჩენილი არის მე-18 საუკუნის საკმაოდ საინტერესო აბანოს, საკმაოდ საინტერესო აბანო, საკმაოდ დანგრეული სათავშორის არ არის, ორგუმბათიანი აბანოა და აი ამ პერიოდის გვიან ფეოდალური ხანის ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ესეც და ანუ საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს თავის ეს ვთქვათ ფუნქციით. ასე რომ მიანიშნებს, რომ თავიდანვე აღნიშნეთ, რომ ხერთვის ყოველთვის იყო ქალაქური დასახლება და ამას თავისთავად მოგზაურებიც მიანიშნებენ და მე-18-19 საუკუნეზე აქ საუბარი და იქ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აქ ცხოვრობდა, თავისთავად საჭიროება ჰქონდა იმისი, რომ თუნდაც აი ეს ვთქვათ ჰიგიენისთვის აუცილებელი ჰიგიენა დაეცვათ. ეს ვიცით, რომ ჩვენ კარგად ვიცით თბილისის აბანოების შესახებ, კარგად ვიცით ახალციხური აბანოების შესახებ და ხერთვისის აბანო ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესოა. გარდა ამისა, ხერთვისი როგორც უკვე აღნიშნეთ, თავისთავად დიდ დასახლებას წარმოადგენდა და თავის ისტორიულ წყაროებში ჩანს, რომ აქ მოსახლეობა შესაბამისად, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კონფესიისა და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა. მესხებთან ერთად. თავისთავად უმრავლესობაში მესხები იყვნენ და ამ წყაროებში ჩანს, რომ მათთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე ნაწილი, როგორც უკვე აღნიშნე, მცირე ნაწილი იყო სომხები და მცირე ნაწილი კიდევ იყვნენ ებრაელები. გარდა ამისა, მე-16 საუკუნის შემდეგ თავისთავად როგორც თელ სამცხე-ჯავახეთში, ისე ხერთვისში პროცესები უკუღმა დატრიალდა, ჩვენ დასამწუხაროდ, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობის ჯერ ფეოდალების გამოსლიმანება დაიწყო, შემდეგ უკვე ადგილობრივი რიგითი მოსახლეობის, გლეხების გამოსლიმანება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე მე-19 საუკუნეში მოიტანა ის შედეგი, რომ აქაური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე იყო
გახდა მუსლიმი. შესაბამისად, მათი ძირითადი ნაწილმა დაკარგა ცნობიერება, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში გათათრდა, როგორც ამას ასე ვთქვათ, უწოდებენ ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც რელიგიას იცვლიდა, თავისთავად ავტომატურად ნიშნავდა შუა საუკუნეებში, რომ ის უკვე სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ხდებოდა. ანუ რელიგია განსაზღვრავდა მის ეთნიკურ კუთვნილებას, ისე როგორც ვთქვათ, გაგრიგორიანელება ნიშნავდა გასუმხებას, ან კათოლიკობა გაფრანგებას და ასე შემდეგ. ეს რაღაც გარკვეული დამოკიდებულა, თუმცა ამ შემთხვევაში გასაგებია, რომ გამუსლიმანება პირდაპირ ასოცირდებოდა გათურქებასთან და ამამ თავისთავად დიდი დაღი დაასვა აქაურ მოსახლეობას და ზოგადად აქაურ ეთნო-კონფესიურ სიტუაციას. და ვიცით, რომ სწორედ ამ პროცესის გამო უკვე 1954 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელიც წარმომავლობით მესხი იყო, გამუსლიმანებული მესხი, უკვე გადაგასახლებული იქნა შუა აზიაში. დღესდღეობით უნდა აღინიშნოს, რომ ხერთვისის ციხე საქართველოში მართლა ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ციხეს წარმოადგენს, აი ალბათ არ არსებობს მნახველი და გავლე-გამოვლელი, რომ შეხედოს კაცმა და რაღაცა უბრალოდ აი შუა საუკუნეების ან რაღაცა დასავლეთ ევროპის რომელიმე ისეთი კარგად შემონახული ციხე არ გავახსენდეს, იმიტომ რომ თავის ეს მდებარეობით ის ლანდშაფტთან ისე კარგად არის შეხამებული, რომ თავისთავად რაღაც ძაფრ ემოციებს იწვევს და თავისთავად ეს ყველაფერი განსაზღვრავს მის თუნდაც ასე ვთქვათ ტურისტულ მნიშვნელობას, არა მარტო ისტორიულ, ანუ ერთია რომ მისი ისტორიული მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ, გავიგოთ და ამ კონტექსტიდანაც შევხედოთ, მაგრამ თანამედროვე მოცემულობით თავისთავად ამ მასავს დიდი ასე ვთქვათ ტურისტული დატვირთვა და დიდი პოტენციალი. რამ ხრივადაც ასე ვთქვათ, ეს უნდა განვითარდეს თავისთავად და საინტერესოა, რომ ზოგადად ხერთვისი სხვადასხვა ასე ვთქვათ საუკუნეების განმავლობაში თავისთავად ვერ აცდებოდა დამპყრობელთა შემოსევებს, ეს უკვე თავიდანვე ჩანს, რომ პირველივე წყარო, რომელიც უკვე ხერთვისი ხსენიებს, იწყება სწორედ მისი დაპყრობის ისტორიით, რომ აი ალექსანდრე მაკედონელი შემოდის. ამას მოყვება შემდეგ არაბები, მონღოლები და აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ოსმალები ვახსენეთ და ოსმალების გარდა ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ არაერთი გვაქვს ცნობა, თუნდაც როგორ გაათავისუფლა, როგორ აიღო სააკაძე, თუმცა ვერ შეინარჩუნა. მის შემდეგ უკვე ერეკლეს თაოსნობით ასპინძის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით ხდება მისი აღება, თუმცა ის ამ შემთხვევაშიც ვერ ხერხდება მისი შენარჩუნება გარკვეულ მიზეზთა გამო, ამას ახლა აღარ ჩავუმავდებით. ფაქტია, რომ ხერთვისი მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში რა პერიოდიდან ჩვენს ქვეყანას ასე ვთქვათ ჩვენი ქვეყანა არსებობს, ასე ვთქვათ საქართველოს დაწერილა იმ პერიოდიდან იწყება და დღევანდლობამდე გრძელდება მისი არსებობა და გრძელდება. იმედია რომ გაგრძელდება ბოლომდე.